მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს 25 მაისია, მრისხანების დღე და მე მრისხანებ. თუნდაც იმიტომ რომ აი ჩემს სამზარეულოში ნატურა გადაიწვა და მე ვერ ვცვლი ამ უკანასკნელს. თუნდაც იმიტომ რომ ყავა გაცივდა და ვეღარ ვსვალ. ამიტომ ძირს სააკაშვილის დიქტატურა მრისხანების ტალღა წალეკავს მას. ძირს ძველუბანში ზოგიერთი კედელი ბაღდადკით არის გადატიხრული და მეზობლებს ვაწუხებთ. მართლა ჯობია რომ სხვაგან ვიმრისხანო, მით უმეტეს მრისხანების დღის ადგილი შერჩეულია უკვე. წავედით. ხმალი არა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე მაინც აი ესეთი კაცის მჯერავს. დიდი ავტომატიანი კაცის, ვაშკაცის. იმიტომ რომ შანსი არ არის, რაც მან თქვა არ შეასრულოს, ამიტომ 25-ში დღეს, ანუ 12 საათზე ის ნამდვილად მოვაავლაბრის მეტროსთან, 26 კომისრების მეტროდან ამოვა, ან სადმე გვერდიდან გაიჩიტება. სწორედ ამიტომ მე ჩემი ხმლით მივდივარ მრისხანების დღეზე,ავლაბრის მეტროსთან. გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით? შეკითხვა მაქვს ერთი, თუ შეიძლება კანონთან შესაბამისობაში არის მრისხანების დღე ხო არის დღეს? აი ამით სიარული კანონით შეიძლება? გზალავს კანონი ამით სიარულს? ყოველ შემთხვევაში ძვირფასო ტელემაყურებლებო, მინდა რომ კანონი არ დავარღვიო. აი ამით სიარულს გზალავს კანონი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესის სამსახურს. არა, აი თქვენ რომ არა მესმის გასაგებია, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ კითხოთ. არ შეიძლება ამით სიარული, ან აკავებთ ადამიანს, ვინც ამით დადის? შეიძლება თქვენ ცივიერაში. ხო, მაგრამ 21 წლის რო ვარ, მეტის პროფესორად. ანუ ეს არ არის. ეს ამით მრისხანების დღეს ვერ მოვაწყობ, ხო? დამაკავეთ. არა, არ მაწყობს ეგრე. კარგი, დიდი მადლობა. უკაცრავად, დიდი ბოდიში სასიამოვნო იყო თქვენი გასნობა და ინფორმაციის მიღება. კარგად. აი, ჩაგვეშალა ამით მრისხანების დღე რა. ამით შეიძლება? ამით მე მგონი კი. ესა? ეს ხო შეიძლება? ესე ხო? ბატონო? ეგრე ხო? კარგი, დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, 11 საათი და 5 წუთია, 55 წუთში აი აქ დაიწყება მრისხანების დღე, მოვა ეს კაცი და მთელი ქართველი ერი ამრისხანდება. ველოდებით, გაიარებით ჭუნა. კითხოთ აბა ხალხს რა განწყობაა მრისხანების დღემდე, საათამდე და წუთამდე დარჩა 55 წუთი. გამარჯობათ, ქალბატონო. მრისხანების დღე რო იწყება, იცით? მრისხანების დღე. ამ კაცს იცნობთ? ო, უნდა მოვიდეს ახლა 55 წუთში აქ. აბა არ მოდისო. რა ვიცი, მე არ ამგონია რომ გადათქვას რა. მრისხანების დღეა, მრისხანების. იმრისხანებ ჩემთან ერთად? თქვენი სახელი? ლიანა. მე და ქალბატონი ლიანა, თუ მოვა ოქრუაშვილი ერთად ვიმრისხანებთ. აი ასე, მადლობ, დიდი მადლობა. თქვენ ეს პლანკი გაამაგრეთ მაშინ. კი, მე იქითა პლანკს ვამაგრებ და თქვენ აქეთ გაამაგრეთ პლანკი. მადლობ, დიდი მადლობა. გამარჯობა, ტაქსისტებო. მანქანები რო გადაწიოთ, არ გინდათ მრისხანების დღე დაიწყება 55 წუთში. პრობლემები არ შეგექმნეს. ეს კაცი ჩამოდის, აი. მე მოვიდეს რა, ჩვენ. ხო, მაგრამ რაღაც ძალიან ბევრი ხალხი იქნება და. ჩვენც ვიქნებით. ეს ხო, ჩვენი რემბო რა. ვინ არის ეგრე? აბა ვინ არის? მე ჩვენც ვიქნებით აკა მე. იმრისხანებთ, ხო? მე რაღაც. აბა რა? ოქრუაშვილი არა, რი? ხო, აბა. ხო თქვა ჩამოვალ, მე მჯერა რომ ჩამოვალ რა. 12 საათზე აქ იქნება.ავლაბრის მოედანი არ არის ეგა? ხო და მაგას ვამობ რა, მანქანებს რამე არ მოუვიდეს თქო, მაგას. რა უნდა მოვიდეს? რა ვიცი 1000 რაღაცა, უამრავი ხალხი მოვაწყდება აქ სამრისხანო. თუ თეთრ რემბოა ჩვენც რემბო ვართ კაცო. ჯიგარი ხარ.
სულ ცოტა დრო რჩება მრისხანების დღემდე. რა არის მიშა ჯო? მიშა ვარ მე? არა. აი ეს კაცი ხო იცი? ო. ეს აი ეს კაცი. ეს ეს აწყობს რამიშვილი ხარ. ო მრისხანების დღეს აწყობს. ეხლა მალე დაიწყება მთელი ამბავი. ავლაბრის მოედანი არ არის ესა? მოვედი შეერაღებული და ვიმრისხანო ძმაო. არ არის დრო რომ ვიმრისხანო? მოვა? როგორ ფიქრობ? რა ვიცი, მოვა თუ არ მოვა, მე ვიცი. საიდან უნდა მოვიდეს? მეტროთ შეიძლება მოვიდეს. მეტროთ შეიძლება. ო რა? არა? პარიზი ავლაბარი არ არის მეტრო? ვირაბი იქნება? ხო, ამ შემაინც ხილად იყავი, აქ იქნები? ყველანი ჩახავარ და რა ვიცი. ხო, რა ვიცი, ველოდებით, ხო? ზადა ვართ. ვაი დედა. გამარჯობა. არის აქ ვინმე? მობრძანდით თუ შეიძლება? მრისხანების დღე რო არის, იცით აქა? მთელი ამბავია, არ იცით? არა უშავს, ეხა ბევრი კლიენტი გეყოლებათ. ავლაბრის დღეს არის? სერიოზული, მოდის ეს კაცი, აი. ხოჭო, ხო არ დაგინახავთ? არა. არა? ჰა? არა. ო, ნაყინი მომეც რა შეიძლება? იმიტომ რომ ძალიან ბევრი მრისხანებაა ჩემში და ცოტა უნდა გავგრილდე რა. ერთი ნაყინი? ერთი ნაყინი, ხო. გემრიელად? მადლობთ. მრისხანების დღე. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? გრილდებით ხელა ძალიან. არ შეიძლება გადაღება? უი, უკაცრავად. არ ვიცოდი დიდი ბოდიში. ოქროშვილი ხო არ დაგინახავთ? 12-ზე აქ უნდა მოვიდეო და მოვა? თუ დაინახავთ, ეგრევე შემატყობინეთ რა. მრისხანების დღე. შეიძლება რამე შეიცვალოს არა. რა ველოდები მრისხანების დღეო და აი რა რას ბატონო? რა სისულელია რას ჩამოვაგია რა. მეტროდან უნდა ამოვიდეს ჩემი აზრით. კაი რა. ციდან არ ჩამოვაგია. გამარჯობა. მოვა ოქროშვილი? მე რავი, მოვა. და რავი, მოვალო და რა ვიცი. ველოდები აი ძმაო. ხმალით ვიყავი, პოლიცია მითხრა, ხმალი არ შეიძლებაო, ამით შეიძლებაო კითხე. მრისხანება რა, მრისხანების დღე. რომ მოვიდეს ადნა წავიდეთ. გასა მოვა. გაიგი. რაღაც ჯარების მობილიზება შეიმჩნევა. სერიოზული. დავით უდღნე სულ დავით უდღნე. აქედან ხო შეიძლება ამოვიდეს ძვირფასწრელი მაყურებლები. ხანტანიდან. ეს კაცი იცით ვინ არის ბებია? ჰა? მიცით რა, იცით. ვინ არის აბა? ეს ვინ არის? კარგანაძე. თარგამაძია ეს აბა რა, ყოჩა, მადლობ, დიდი მადლობა. მრისხანების დღე მოვედი. დღეს არის მრისხანების დღე გენცო, ამას. ჯოხი საჩხუბად მოხვალე. ამ მრისხანების დღეა, აუ. წამივდივარ. გამარჯობა. დღეს ხო იცით მრისხანების დღე რო არის? ო, მთელი ამბავია. ამ კაცი ცნობთ? ოქროშვილი. აბა? რაო? ოქროშვილი. ხო, დღეს უნდა მოვიდეს, ეხა ძალიან მალე რა. მრისხანების დღის ამბავში. სადა ხართ? ო, გენად. ჩვენ აქ ვართ. თქვენ აქ ახართ, სულ აქ ახართ, ხო? ნახოთ აბა. თქვენ ვინ ახართ? აკაურები, ხო? პენსიონერები ვართ. სიმართლე. იციან. ხო იცი ქართული? აგერ რა, ვიციო. როგორ არის? ეგეთ ავაკ მრისხანება რას ხო არა? ჰა? მრისხანება რას ნიშნავს? მრისხანება იაროს. გული გაუჩქდებათ რომ ეგ ნახო? არა, იმას მიშას უნდა გაუს. ავლაბრელი არ არის მიშა? მიშა არის ავლაბრელი. ეხლა იქ ცხოვრობს. მიშა ცხოვრობს ავლაბარში. სააკაშვილი, ხო? ავლაბრელია. ცხოვრობს, უბრალოდ მotავს და იქ. არა, იქ ცხოვრობს, არა, ეგრე არ არის. არა, ხო და იმას უნდა გაუხეთქოს გული. დაიკეთა ეს ბინა და რაღაცა, იქ ხო არ ცხოვრობდა? არა, იქ აური არ იყო მართალი. თქვა რომ იქ ცხოვრობს. აი ეხლა ხო ავლაბრელია რა. ეხლა შენ უმანში რომ გადმოვიდე. მე ნატურალური ავლაბრელი ვარ. იმიტომ რომ აი სამების გვერდზე დავიბადე. მესმის ძმაო, მაგრამ იქ სამებაში დაგზავნული. მომისმინე ძმაო, ეხლა მე რო გადმოვიდე, აი ავლაბრელია ნატურალური. აი ავლაბრელია ნატურალი. ანუ მიშა არ არის ავლაბრელი. ავლაბრელი. რა უბნელი არის მიშა?
ფრანცუზია მე რა ვიცი. ფრანცუზი აი ეს არის, აი. ამანდა გაჯინა შენ? არა. აბავი. ვანომერაბიშვილმა. მე ამათ უდგები კიდევ. ვინ უდგება კაცო მაგათ? რისხანების დღეა მთელი ამბავია. ვინ არის რამე მთელი მილიციის უფროსი იყო რამე და გაანადგურა რამდენი ხალხი და რამე გააკუჭა რა. რა დროს სემიჩკა ქალბატონო რისხანების დღე არის. რისხანების დღე არის ქალბატონო. გამარჯობა როგორ ახარ? ამ კაცი ცნობ. ვაი! ხედავ რა ვქენი ბოდიში. გამარჯობა ბაბუა. რისხანების დღის ამბავში ხარ მოსული? აი მოსული ვარ, დავწალწალებ, იქნება კაპიტი ვიშოვ. მართლა? ო, სახში მივიტანე. ო, რო დაგეხმარო? ვარიან როგორ მეხმარ. ხო, მარა, აჰა. ხო, მარა. რისხანების დღის ამბავშიც საჭიროა, საინტერესოა. რა გჭირს, რა გიჭირს? ა? რა გიჭირს? აი, მუშაკი მინდა ისმეგა. ოჯახს ევეხმარ. როგორ ახართ? მონტანა? კაი მაისურია, არწივიანი. მონტანა? Yes. ძვირფასო ტელემაყურებლებო, უკვე 12 საათია. ირაკლი ოქრუაშვილი და რისხანების დღის ავტორები არსაიდან არ ჩანან. რა ვიცი რა ხდება? იქნებ სულაც გადაიდო, იქნებ სულაც აღარ ატარებენ. მოდით წავიდეთ იქ, სადაც ყველაზე კარგად იციან ეს ამბავი. ეხა ამათი ამბავი რო ვიცი ლია რო არის ესა პრეს-ცენტრის უფროსი ის გამოვა რისხანების დღეზე. ძვირფასო ტელემაყურებლებო, კონკურენტ ტელეკომპანიის კამერები რისხანების დღეზე ხართ მოსული? ამათი ვალი მაქვს, ხო 50 ლარი და $1 არა? ესე რო იციან დაბანა მომაგარია ეს. რისხანების დღე. გრეჩი ხაქ არის? აღარ მოვა ხო აქა? ნუ აი როგორც ყოველთვის ყველაზე დაბალ ღობეს გადაამტრევენ ხოლმე ჯოხს. რისხანების დღე. რისხანების დღე. რა გაცინებს? აი მე რატომ ვიცი? რა გაცინებს? რა გიხარია? რისხანების დღე. დავი. შენ დანახო გამიხარდა. ჩემი დანახვა კი არა, რისხანების დღე როდის იქნება? დღეს არის. სად არის რისხანების დღე? მე მოვედი რომ მოგთხოვო რისხანების დღე. ჯესეთ გავუყეთ ტელევიზიებს კარგი. რისხანების დღე. სად არის რისხანების დღე? ლია. დღე იქნება. აი რა, ზეგ. როცა დრო ვიყავით 12 საათზე. რისხანების დღე სულ არის შალვა, ხალხის რისხანების. მოიცა ერთი წუთი არ გვინდა ეს ტექსტები 12 საათზე მე ვიყავი ავლაბრის მეტროსთან 15 წუთი ველოდე, არ მოვიდა ირაკლი. რისხანების დღე სად არის? მოიტათ ჩემი რისხანების დღე. რა გაცინე? სასაცილოთა გაქვს საქმე? არა, პრინციპში სასაცილოთა გაქვს საქმე. სასაცილო საერთოდ ქართულ ხალხს არა აქვს. არ გვინა, არა, თქვენ გაქვთ სასაცილო საქმე. რისხანების დღე მოიტანე. ლიას რო ვთხოვ. ლიას რო ვთხოვ, რისხანების დღეს ხო მაგარია. კაი, აქ ხეირი არ არის დღეს გადაიდო, ხო? კაი. არა, მეგონა რომ მაინც მანევრი იყო, რომ საიდანღაც მოვიდოდა რა. არა მოვიდა. კაი. კი, ეგ როგორ არის? ცი იმისავით, ახალი წელი კი არ არის, როცა იცი როდის მოვა. ბედნიერებასავით არის. სიურპრიზი იქნება. კი. რისხანების დღე არის დღეს? პირველი ახ საინფორმაცია. მოვწანდით ჩვენთან ხართ. По-русски? Да мы СОРТ или? გარეთ გამოგიშვა. Сегодня день гнева. Оно это как его отложили, по-моему. Ну да. Да? Поменялось. Поменялось, да. А как дела в ОРТ? Хорошо. На кассетах работаете или на чипах? Вот мы на чипах работаем. Мы тоже. Да, правильно, конечно. А русский след вы увидели здесь или нет? Все кричат про русский след и нету, да? Не, нету, по-моему. Нету, да? Вы с Украшвили хотите интервью брать? Или... его здесь нету, да, конечно. А с Гачичеладзе? Нет, господи. С Гречихой? С кем? Как тебя зовут? Кирилл меня зовут. Меня зовут Шалва. Очень приятно. Да. Шалва Рамишвили. С господином Кицмаришвили. Кицмаришвили? Кицмаришвили. Да, А он здесь? пока нет. Он сейчас прибудет. Должен быть. Да. А вы с какого канала? Маэстро. Такой канал есть, знаете? Есть такой новый, канал? да.
Хорошо забытый старый. Вот я вот сейчас был на площади Аллабарской площади. Вот смотрел, наблюдал, у Курашвили может появиться, а там станция метро есть, может оттуда, или там фонтанчик. Да, ну с конспиративным, но он не появился. А как вот там у вас с цензурой? Тоже есть? На наших каналах тоже есть цензура? Да, у нас нету. Нету? Ну, конечно. Вот я всегда говорю, что в России телецензуры нет. Пальцы не перекрещены. У нас Пальцы не перекрещены. У нас цензура запрещена Конституцией. Правильно? Да, конечно. НТВ тоже так. Цензуры нету. Хорошо, вот мне бы сейчас в Россию, а? Как можно попасть? Как, вон прямой рейс же есть? Нету прямого Ну рейса. как, мы вчера прилетели прямой Это рейс. чартерный, наверное. Ну как, есть же, прилетели. Возьмите почти. меня с собой. Поехали. Поехали. В субботу улетаем. Вербовка. Спасибо. Очень приятно. Очень приятно. Очень приятно. До свидания. Თვირფასო ტელემაყურებელო, ხო დავიჭირეთ რუსეთის აგენტები, ხო დავიჭირეთ. Real TV. დაიჭირეთ რუსეთის აგენტები. ეგენი, ისინი კი არ არიან ჟურნალისტები. Вот тоже очень хороший канал Real TV. Совершенно новый. გამარჯობა. არა უშავს. თვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ მოვედით საბავშვო ბაღში. გამარჯობათ, ადმინისტრაცია არის? მაღლა უნდა ავიდეთ? მადლობა, გენაცვალე, გაიხარე. თქვენ ხარ დირექტორი? ბატონო? დიახ. გამარჯობათ. გამარჯობა. რა მაინტერესებს, მრისხანების დღე ხო იყო დღეს? მე ჩაიშალა, ველოდებოდი და ისეთი ბავშვები ყავთ, რომ აი ცუდად რო ჭამენ, რო ჭირვეულობენ. სურათი მოვიტანე, ძალიან საშიში კაცია ეს. კარგით რა. ხო და ვაჩვენოთ და დავემუქოთ, ჰა? ხეთოით ბავშვები რა შუაში არიან? თქვენ გეუნებით, კაცო? არ ღირს, ხო? არა, პატარები არიან დღეს ზეიმი აქვს, ამიტომ. არა, ვიცი ხო, ზოგადად არც არ შეიძლება, მე მგონი, ძალიან საშიში არა, კაცია. ნუ ახლა. ტირი. გამარჯობა. თქვენ ახართ ქალბატონო? შალვა რამიშვილი, როგორ ახართ? კარგად. გამარჯობა. თქვენი სახელი? მე კლარა ხარ. ქალბატონო კლარა, დღეს ხო იცით მრისხანების დღე უნდა რომ უნდა ყოფილიყო და მთელი ამბავი რო იყო, ხო და? ხო და არ მოხდა რა, მიქ ვიყავი, არავინ არ მოვიდა და ირაკლის სურათი მაქვს ოქროაშვილის და გადაგდება მენანება და იქ რო დავამაგროთ და მთავრობის ხალხი მაგრა ესვრის. თავრობის ხალხი და ეს კაცო. ნუ არ უყვართ ეს კაცი მთავრობის ხალხს და დავამაგროთ აგერ იმას არ ჯობია რა ქვია ლომს და იმას დავამაგროთ და და კაცო რა თვითონ გადის მე თან არ უნდა იკაცა ახალ საერთო რომ მქონდეს. არა არც თქვენ არ გინდათ ხო? ვაიმე მიშას რა დაემართ ა? შეხედათ დაწვრილებულია? არა გავიგე მაგრამ ამას რა დაემართა? რო ვისროლო შეიძლება? კი ბატონო როგორ არის? აბა მოდით აბა თუ გავარტყავ. კი ბატონო ეხლა. ეს მე მაინც რომ დავიმაგროთ შეიძლება? არა. არა, ნუ აი ხო ხედავთ არა თვითონ. აი აგრესის ზადის. აბა გამოიწიე? კი ბატონო. ეს რო გავარტყა, ჩამოვარდება, ხო? კი ბატონო. მალადეც. მალადეც. მეტი აღარ აღირს ძვირფასო ტელემაყურებლებო. გამარჯობა კი არა და. არის? სასაცილო უნდა გადაიღოთ? აბა, სიცილის ოთახში მეტი რა უნდა გადავიღო და. აი, ეს კაცი იცით ვინ არის? მე ხო იცით? ხო და მაინტერესებს როგორ შეიცვლება, აბა? ყველაზე მაგარი სარკე რომელია? ყველაზე სასაცილო. ძალიან გაბერილის და დიცესა. გაბერილი არ მაწყობს. აბა, ისეც რაღაც იბერება ხოლმე ხანდახან. რაღაც სუსტი? ხო, არა, სუსტიც არ, ძლიერი? ძლიერი? განიერი. ო, აბა, განიერი, ხო. აუ, ნახე. ხედავ ძვირფასო ტელემაყურებლებო. მიშა მოვდივარ, ნუ ეს არის ძახით რომ მიშა მოვდივარ. მრისხანების დღე. შალვა, როგორ ახარ? უზი იცის ახლა? ხო და მომისმინე, ეს კასაკებია და სურათი რომ მოგცე რომ დააფრთხო ბუზები არ გინდა? ჰა? ვერ ვაგდებ, გაიგე? ვერ ვაგდებ, მომისმინე და არ გინდა? ჩამოვიდე, მან ჩამოვიდე. ხო რომ
ბუზებს მაინც დააფრთხობს რა. აი ახლა ჩოგდა ჩამოვიდე. არ გინდა? არა, ნუ არავის არ უნდა რა. იმას თავისი აქვს მეორე, თავისი ყავს ეგეთები. ასაკი, ესე კი არა. ასაკებია. ასე დამრიგად დამთავრდა მრისხანების დღე, დამთავრდა მრისხანების დღე რითი და არაფრით. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ნუ დამჩა ირაკლის ეს სურათი. გადასაგდებად მენანება და არ ვიცი რა უყო. ვიცი. როგორც იტყვიან, ჩემ ჩორტნი შუცით შეიძლება გამომადგეს და მოდი რა. შევინახავ. უკეთესი მომავლის იმედით. ძვირფასო ტელემაყურებლობა ეს იყო აკრედიტაციის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს შეხვდებით ორშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. საღამოს 10 საათსა და 30 წუთზე. კარგად ბრძანდებოდით.